ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის. ამ სახელწოდების კონფერენცია სასტუმრო თბილისი მერიოჩი შედგა. შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის წევრებმა, სხვადასხვა უწყებისა და საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მიიღეს. ეკლესია ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის სამსახურში, დღევანდელ მსოფლიოში დიალოგის არსი და მნიშვნელობა ინტერრელიგიურ პროცესებში და რელიგიისა და ადამიანის არსი მსოფლიო მშვიდობის. ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს. ღონისძიების დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ინტერრელიგიური დიალოგის გზით მშვიდობის მხარდაჭერას გულისხმობს. შეკრების მიზეზი არის გახშირებული ტერაქტები ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში და მიზანი ამ შეკრების არის ერთხელ ჩვენ სოფლის წინში დავამოწმოთ ჩვენი შემყარებული მეგობრული ურთიერთობა მიუხედავად რელიგიური განსხვავებებისა, რომ რელიგიური ნიადაგზე ჩვენში შუღლი არ ყოფილა საკუთარ მანძილზე, მართალი ბოლო 10 წლის მანძილზე მოხდა რამდენიმე ექსცესი, რომლის წარმომავლობა იყო ან პიროვნული ვიღაცა ადამიანის არაჯანსაღ ფიქრის, ან კიდე აშკარად პროვოკაციული მოქმედება იყო. Მაგრამ ჩვენ მშვიდობენ გადავლახეთ ეს წინააღმდეგობა და დღეს ერთად ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ გავამტკიცოთ, რომ ჩვენ მტრები არა ვართ. Ნიშანდობლივ ამ კონფერენციის ჩატარება იმ ფონზე, როდესაც ზოგადად სოფლიოში, რეგიონში და ჩვენ სამეზობლოში რელიგიური ნიადაგზე ხდება ტერორისტული აქტები, ხდება ძალადობა და ეს ყველაფერი შეიცავს როგორც ექსტრემიზმის, ასევე ძალადობის ნიშნებს. Აი ამ სიტუაციის ფონზე საქართველოს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოვიდა ინიციატივით, რომ გაიმართოს ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის, სადაც აბსოლუტურად ყველა რელიგია მიიღებს მონაწილეობას, ისინი წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს, კონკრეტულ წინადადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს ძალიან საინტერესო გახლავთ ის, რომ სააგენტოს აქვს მემორანდუმები გაფორმებული აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტებთან. თითქმის ყველა უნივერსიტეტი, როგორც კერძო ასევე უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლები წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და კონფერენციის ბოლოს დასასრულს მოხდება დეკლარაციის მიღება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა რელიგია მოაწევს ხელს, მათ შორის რელიგიის სააგენტო. რელიგიასთან კარგი ურთიერთობები, რომელსაც აუცილებელია ყველა ჩვენთაგანისაც ეს არის პირველი მიზანი ჩვენი, რომ გქონდეს მშვიდობა ქვეყანაში, ამისათვის საჭიროა აი ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში და ყველა რელიგიას გქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას წინ. ჩვენ ძალიან დიდი მისია გვაკისრია ყველა რელიგიის წინამძღვარს იმ კუთხით, რომ ჩვენ ვართ ჩვენი მრევლის ქადაგებელი, ჩვენ მრევლს უნდა უქადაგოთ მშვიდობა, ურთიერთსიყვარული, ურთიერთდაფასება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ რელიგიის სააგენტოსთან უამრავ საკითხებზე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენციაა, ანგარიშია, როცა ყველანი ერთმანეთს ხვდებით, უზიარებთ გამოცდილებას, უცვლით ინფორმაციას და ძალიან კარგად თანამშრომლობთ. სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ღებულობენ მონაწილეობას და ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ.